გარკვეულ ნივთიერებაზე გვაინტერესებს დეფიციტი ხო არ გვაქვს და მივდივართ ანალიზს ვიღებთ და აღმოჩნდება რომ ნორმაშია ან დეფიციტი. ასეთი ანალიზი ომეგა-3-ის შესაფასებლად არ არსებობს. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენ საკვებ რაციონს. თევზს ვიღებთ თუ არა საკმარისი რაოდენობით და ვიღებთ თუ არა იმ თევზს, რომელიც ომეგა-3-ის წყაროა. და თუ არა, ასეთ შემთხვევაში ან თევზის მიღება უნდა გავაძლიეროთ, ან საკვები დანამატები უნდა მივიღოთ, რომელიც მოგვამარაგებს აი ამ ჯადოსნური და აუცილებელი ომეგა-3 ცხიმებით. Fish oil არის აი კლასიკური ტრადიციული ესეთი მუშა ომეგა-3, რომელიც იდეალური არის ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით ომეგა-3-ით ორგანიზმს, როგორც EPA-ით, ანუ ეიკოზაპენტეინოის მჟავით, ასევე დოკოზაჰექსაინოის მჟავით. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი კატეგორიის პაციენტებში, მათ შორის ორსულებში, მათ შორის ბავშვებში, მოიპოვება არქტიკის ოკეანის ცივ წყლებში და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ცივ წყალში მოპოვებული თევზისგან მიღებული ომეგა-3 გვაქვს, იმიტომ რომ ცივ წყალში თევზი ივითარებს უფრო სქელ და უფრო ხარისხიან ცხიმს იმისათვის, რომ მაქსიმალური დაცვა გქონდეს იმ სიცივისგან და ცივი წყლისგან, რომელშიც იგი ცურავს. აქედან გამომდინარე, ცივ წყალში მოპოვებული თევზისგან მიღებული ომეგა-3 უფრო მაღალი ხარისხის და უფრო ძლიერი მოქმედებით ხასიათდება. Fish oil გამოიყენება 18 წლის ასაკიდან. სტანდარტულად შეიძლება მიღებულ იქნას 1-დან 3 კაფსულამდე დღეში, თუმცა მე პირადად ძალიან ხშირად და კლასიკურად ვიყენებ დღეში 2 კაფსულას. ეს არის ჩემი სტანდარტული დანიშნულება, თუმცა უფრო ხანგრძლივად მისაღებად თუ გვინდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დღეში 1 კაფსულაც კი აბსოლუტურად საკმარისი იყოს. ჩვეულებრივ მე პირადად სტანდარტულად ვიყენებ ხოლმე საშუალოდ 3 თვით მაინც. გააჩნია როგორ იკვებება პაციენტი. ახლა თუ პაციენტი არ იღებს თევზს, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდ ხანსაც გავაგრძელოთ და თუ მისი კვების რეჟიმი შეიცვლება და თევზი უფრო აქტიურად შემოვა საკვებ რაციონში, მაღალი ხარისხის თევზი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ 3 თვე დავნიშნოთ და შემდეგ შევჩერდეთ.